ყველაფერს აქვს თავისი დრო. მოჩქარეს მოუგვიანეს. ეს არის გიგი უგულავას პასუხი კითხვაზე, რატომ არ ჩქარობს მართველი გუნდი მერობის საკუთარი კანდიდატის დასახელებას. ოპოზიციის დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ მეთოდით ნაციონალური მოძრაობა განუსაზღვრელად ხარჯავს მედია, ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსებს. ხედავთ მაგალითად როგორ ეწყობა ოპოზიციური კანდიდატის საარჩევნო შეხვედრები და შეგიძლიათ წარმოვიდგინოთ ანალოგიური შეხვედრები მართველი პარტიის კანდიდატებისა, რომელსაც ჩართული არის მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია და ფინანსები. ალბათ იმიტომ, რომ რაც შეიძლება განუსაზღვრელად ხარჯონ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები და მედია რესურსები. ალბათ ეგ არის ჩანაფიქრი, რომ ბოლომდე იყენებენ ამ დროს. და არეგისტრირონ როგორც კანდიდატი მერობის და შესაბამისად ეს ადმინისტრაციული რესურსები და ხარაჩვების სიარული ამ კაცს აღარ მოუწევს და რაც თავარია ეს უზრუნველყოფს გარკვეულწილად მაინც სრულად ბუნებრივი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფს გარკვეულ თანასწორ უფლებიანობას კანდიდატების საარჩევნო პროცესში. მოქმედი კანონმდებლობით პარტიებს საკუთარი კანდიდატის დასახელების ვადა 30 მაისამდე აქვთ. შესაბამისად, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონით დადგენილი თამაშის წესებით მოქმედებენ. სურთ ყველას დაარწმუნონ, რომ ქალაქის მერი საკუთარ მოვალეობას ასრულებს, შეხვედრები მოსახლეობასთან და ახალი დაწესებულებების გახსნა არ არის განპირობებული წინა საარჩევნო მიზნებით და შესაბამისად უგულავა ადმინისტრაციულ რესურსსაც არ იყენებს. ათავთ ყოველდღიური საქმიანობა გააუმჯობესონ მომსახურება ქალაქში, გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში. ეს არის საარჩევნო მიზნებისათვის, ეს არის თითოეულ მოქალაქისათვის უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნის მიზნებისათვის. როდის დაასახელებს მართველი გუნდი საკუთარ კანდიდატს ჯერ ისევ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ის იქნება გამოცდილი და წარმატებული. ასეთად კი ნაციონალურ მოძრაობას ამ ეტაპზე სწორედ გიგი უგულავა მიაჩნია. მე ღმათ ვარ დაცემებული, რომ ბატონო გიგი იქნება. იმიტომ რომ მან გააკეთა ბევრი რამე ქალაქისთვის და მე ვთვლი, რომ ჩვენი მხრიდან უნდა იყოს გიგი უგულავა. ვიდრე გიგი უგულავა მერობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდება, მას კანონი არ ზღუდავს მოინახულოს მშენებლობები, მივიდეს ყველა უბედური შემთხვევის ადგილზე და ადამიანებს დაპირდეს დახმარებას. ლარსის ქუჩაზე მისულმა დღეს ქალაქის განვითარების პერსპექტივაზე დიდხანს ისაუბრა, თუმცა არ გაუწია პასუხი კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს მერის არჩევნებზე ხელისუფლების ფავორიტის სტატუსით.